მოგესალმებით, გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს შაბათია, მუსიკალური პროექტი შენთვის ეთერშია. გვაქვს საშუალება, რომ გაუზიაროთ ეს მუსიკალური ჩვენი დაგროვილი სევდა თუ სიხარული თუ ყველაფერი ის, რასაც ვაგროვებთ ხოლმე ამ ერთი კვირის განმავლობაში. გადაცემის გენერალური სპონსორი გახლავთ ავერსისა და მუსიკალური ინსტრუმენტების გალერეა პერგამო, რომელმაც ეს არაჩვეულებრივი როიალი გვისახსოვრა. მივესალმები თქვენთან ერთად იმ ხალხს, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ და შეხვედრისთანავე მეუბნებით დააღნიშნავთ. ოხ, ეს რა მაგრარი მუსიკოსები არიან. ნამდვილად ეგრეა. ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი გახლავთ დავით მაზანაშვილი. კლავიშები და ვოკალი მაგა. ბას-გიტარა არაჩვეულებრივი ბატონი ნოდარ ეფთიმიშვილი. დასარტყამი ინსტრუმენტები ჩვენი ვირტუოზი ბატონი გია სალაღიშვილი და ასეთვე ვირტუოზი უკვე წლების განმავლობაში ჩემი მეგობარ დავით მასტერანოვი. დიდი მადლობა თქვენ. დღევანდელი გადაცემა ჩემთვის არის განსაკუთრებული. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ეთერი შედგა, რადგან ჩემი სტუმარია ჩემი მეგობარი, აი თქვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანი, მუსიკოსი. არ არსებობს ჩვენ შორის ადამიანი, ჩემის აზრით, რომელსაც ერთხელ მაინც არ წაუღიღინებია შემოთოვა ისევ მაგალითად. არ არსებობს ესეთი შეყვარებული ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ აჩქარებია გული მელოდიაზე, ჩემი აღარა ხარ მორჩა. არ არსებობს ქართველი კაცი, ჩემის აზრით, რომელსაც ერთხელ მაინც არ ადუღებია სისხლი ფრაზით თავისუფლება ლომთა ხვედრია. სულ ზევით და ასე შემდეგ უამრავი. ყველა ეს სიმღერა ჯერ კიდევ თქვენთვის უცნობმა ახალგაზრდა კაცმა ბიჭმა შექმნა თავისთვის. ამ ისტორიებს მე მოგიყვებით გზადაგზა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, უბრალოდ თავისი ახლობლებისთვის, შემდეგ სხვა მუსიკოსებისთვის ბევრის დაჟინებული თხოვნით ძლივს გამოვიყვანეთ სცენაზე, მაგრამ ამ ისტორიებსაც მოგიყვებით. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი მამუკა ჩარკვიანი და მე ახლა მას მოვიყვან ჩვენთან ერთად და იყოს და ბატონი მამუკა ჩარკვიანი გენაცვალე მამუ. დიდი მადლობა რომ მოხვედი. გენაცვალე შე. დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ ხარ ჩვენთან მამუ. რა ვიცი, შენი მუსიკა ჩვენთვის ყველასთვის ძვირფასია, არაჩვეულებრივია. შენი შემოქმედება, რა ვიცი, უკვდავია და შენ აი უკვე ლეგენდარული ადამიანი ხარ რა, ესეთი, რომელმაც ბევრი რამ შექმნილი და აჩუქე ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ერთ გადაცემაში შეუძლებელია შენი ის სიმღერები და ის მელოდიები, რომელიც შენ შექმნილი გაქვს, დავატვიოთ და ის მუსიკოსები მოვიყვანოთ, ვისაც შენი სიმღერები ნამღერი აქვს, შეუძლებელია, მაგრამ დღეს შევეცადოთ შენთან ერთად, ჩვენც შევეცდებით, რომ აი მივანიჭოთ სიამოვნება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, რომ მოგზაურდი. მერაბ, დიდი მადლობა. ამ გაუგებრობაში შენ მომაქციე ბევრი წლის წინ და იხთი ეხლა იმგეს. ვალადარი. ამ ისტორიასაც მოყვა. მოყევ. ჯანსუღის საღამო იყო ოპერაში. რამდენი წელი გავიდა არ ვიცი. ოპერაში იყო. ოპერაში? ხო და 20 წელი არ იქნება? 20 მეტი? 30. გამაოცე? ხო, გამაოცე. 20. ხო და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მამუკას სიმღერა ყოფილიყო შესრულებული ამ საღამოზე, იმიტომ რომ ყველა მიცოდა ქალაქში, რომ მამუკას აქვს თავისი ლამაზი სიმღერები და თან ჯანუკის ლექსი იყო და მე მთხოვა მამუკამ, რომ ეგებაო ჯანუკის ძალიან უყვარხარ შენ სიმღერა უყვარსო და პერვის ეძახდა მამაჩემს, რომ დაინახავდა ხოლმე პერვი როგორ ახარ. ხო და მამუკამ მომაწმენა ერთი სიმღერა, რომელიც მე დარჩა რაღაცა სულ არა ჩემ სიმღერად, ჩვენ სიმღერად დარჩა. და
ეგება ბიჭო შენი მღერო მე უთხარი მამა შენი საღამოა მე რომ ამღერო გაგიჟდიო მე და სცენა და მე და ისე გამორიცხულიო საჩემილია ჩემო მერაბ ხო მე დავждები პარტერში თქვა და მოგისმენ აი მე უთხარი მანახე მაინც და მივედით თემურთან სტუდიაში ნიკოლაიშვილთან წამიყვანა ნიკოლაიშვილი ხო და მივედით და შევეცადეთ გიასთან ერთად მაჭარაშვილთან ერთად ჩაგვეწერა ეს სიმღერა და მომასმენინე მეთქე ხო რომ უნდა ვიცოდე რას წერ ანერა რომ ვიცოდე შენ როგორ გინდა ეს და მოკლედ ჩავაწერეთ მამუკას და წავალთ ეხა დავემშვიდობეთ ერთმანეთს და რეპეტიცია 2 დღეში და მოვიდა მამუკა და უსმენს თავის ხვას ესე იგი როგორ მოხდა ესე იგავრო დავჯექით მამუკას ფრაზა ჩემი ფრაზა მამუკას ფრაზა ჩემის და ესე ავაწყოთ ეს სიმღერა და ესე დარჩა დამომეჩხილე ზვანერტოები ახტა დავჭ მომატყუა ასე რომ ვთქვი არ ვიცი შენ რასაც მღერი ყველაფერი ძვირფასია ჩემთვის მე შემიძლია ბიჭებს ვთხოვო რომ აი ამ სიმღერით დავიწყო
დიდი მადლობა ესე იგი. მადლობას ვეუბნებ მეც თქვენთან ერთად, იმიტომ რომ არა როგორც შემსრულებელი, როგორც მენელიც. იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი სიმღერა გამოგივიდა. ერთი სიმაღლეზე გახდი მე. ესე იგი, ერთი სიმღერა რო არ გამღერო, მე აქ არაფრით არ შეიძლება, რომელიც მე ძალიან მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ამით დაამთავრებდი კონცერტს, დაიწყებდი კონცერტს. უბრალოდ ეს არის ისეთი სევდიანი სიმღერა, რომ ყველა თავის თავზე შეიძლება მიიღოს. და ძალიან სევდაა ჩადებული. რა თქმა უნდა, რომელიც ჩემი აღარა ხარ, ეს მინდა რომ იმღერო. ვიმღერო. და ყველა თავის სიყვარული გაიხსენოს, ხო? ყველა თავისი ჩემი აღარა ხარ გაიხსენოს. შენ რა თქმა უნდა სიყვარულს ეძღვნება, მაგრამ ჩემი აღარა ხარ მორჩა. მოგიყვები თუ გინდა, თუ არა მე ეგრე ვიმღეროთ. ჩვეულებრივ სიყვარულზე ეს გატეხილი სიყვარული. ეს თავარი მანდარი თოვლი როგორ თოს. კი მეკითხებიან დღემდე რა არის ის თოვლი. რატოაო? ნუ არისო შენი თოლიო სხვა ფერი. ხო. მე ვპასუხობ. ხან ვერ ვპასუხობ. როგორ უნდა ვპასუხო? არა, ვერ ვპასუხებ. ვერ ვპასუხობ. ეს მარტო შენიც, მამო. მარტო მე ვიცი. აი, ზაბერს არ შეგეკითხები ხა? იმიტომ რომ შეურაცხყოფილი რას ნიშნავს? ნუ შეურაცხყოფილი ნიშნავს ფეხს რო დაადგა მე ვთარ ჭუჭყიანი რო გაჭყენებ თოვლს. იმას ეს მარტივად რო თქვა. მარტივად უნდა აუხსნა ეს. ხანდახან ამ სიმარტივეში რამ ხელას იბრძნე და დარდია. ძალიან დიდი. შეურაცხყოფილი თოვლი. ჩემი აღარა ხარ წამდი უპირველეს ორი თებზე თეთრი თოვლი მოსჩა შეურაცხყოფილი თოვლი ფოთლებს დაუბერავს ქარი თებზე თეთრი თოვლი დრიმება საცა სიყვარული არის იქვე სიძულვილი ჩდება დრო სევდა მიაქვს დრო თო რა ლამაზა თო დრო სევდა მიაქვს დრო სევდა მიაქვს დრო სევდა მიაქვს დრო სევდა მიაქვს დრო შენი ჩვენიერი სევდა გუში შევინახე მარა თუმცა არა ჩახარ ხედავ ცრემლი როგორ დაგდის ზღვარა რა ვქნა განშორების ხანძა ახლავს ერთგულება ძებნი როგორ ამირიე თავგზა როგორ ამირიე გზები Oh
მიაქვს დრო სევდა მიაქვს დრო სევდა მიაქვს დრო ჩემი აღარა არ მორჩა წავდი უპირველეს ყოლი თებზე თეთრი თოვლი მოსჭა შეურაცხყოფილი თოვლი შეურაცხყოფილი თოვლი Bravo, მეგონი მემბო. Bravo, მემბო. რომარა ჯანსუღ ჩარკვიანის გენიალური პოეზია. შენი შემოქმედება მამუკა არ ვიცი, ალბათ სხვანაირი იქნებოდა, რაღაცა სხვა სახით იქნებოდა. შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, შეიძლება ეს სხვანაირად ყოფილებო. არ ვიცი რა იქნებოდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ მინდა შეგეკითხო, უბრალოდ შენ როგორ შექმენი ეს ყველაფერი, აი ჯერ ლექსი, მერე სიმღერა, ან ჯერ მელოდია და მერე ლექსი, აი ეს ყველაფერი ძალიან მაინტერესებს. პირველ რიგში ჩემო მერე მინდა მადლობა მოგიხადო რომ ამ გაუგებრობაში მომახვედრე საერთოდ ეს არის ის მე რაც მინდოდა და ვერ ბედავდი ჩემით შენ გამავედინე ენაც ვარ ეს ყველაფერი არის ბევრი კითხვის შედეგი მამა ჩემს ვკითხულობდი ძალიან მაგრამ დადგა ის დრო როცა უნდა გამეგო ვინ იყო მამა ჩემი ეს ბიჭებს ჭირთ ხო და გავიგე და დაიწერა ეს სიმღერა არაჩვეულებრივი სიმღერა შენ რომ დიდი იქნები მიძღვნილი ჩემი ირმა გიგანს და ეს არაჩვეულებრივი სიმღერა რომელიც აი შენ იმღერე და ყველას გულში ჩაგვცდა არ ვიცი მე ხლა მინდა უბრალოდ არაჩვეულებრივი ადამიანი მოვიწე რომელიც არაჩვეულებრივად ასრულებს ამ სიმღერას და მეთანხმები ჩვენი ლაშა ღლონტი ლაშა გამარჯობა კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო მეორე შვილი შეეძინა დიდი მადლობა და ესეც რაღაც სიმბოლურია ჩემი ყველა შვილი შეძენაზე შენ რომ დიდი იქნები სრულდება სხვადასხვა დაერი ინტერპრეტაციით და მე მართლა ვერ გავკადნიერდებოდი და ვერ გავბედავდი მამუკასთვის სიმღერა მეთხოვა ჩემი შვილი სიყვარულმა გამაბედინა თორე ნახდათ ვერ გავაკეთებდი ამას და ვერც ვიოცნებდი რომ მამუკა მეთყოდა რომ შეგიძლია იმღერო ჩემი სიმღერაო და ეს არის ჩემთვის დიდი პატივი იმიტომ რომ ეს არის გენიოსი და ამდენი ჰიტი რა ვიცი რა ყველა ცოტა დაგვიტოვე რაღაცეები ყველაფერი დაწერა საოცრებები დიდი მადლობა რომ არსებობ წარმატებები ჩვენ ლაშას და მოусმინოთ ეს არაჩვეულებრივი ვერსია შენ რომ დიდი იქნები მე რომ აღარ ვიქნები დამასიე ფიქრები როგორც თოვლის ფიფკები შენ რომ დიდი გახდები შინ რომ აღარ დაგხვდები სხვას რომ ვერას გავხდები სულში ჩაგისახლდები როცა შენ დაქალდები როცა მე გავქოვავდები ისე არ დავთავრდები ისე არ დავღამდები იქედან არ გინათო ხშირად განაძვირადო მერე უფალს იმას თხოვ გადავიქცე ირმადო გადავიქცე ირმადო
ხელზე ჩამოვიკიდე შენ სიყვარულს მძივადა შენ სახელზე ძვირფასო თაში ვივლი რამადა შენ რომ დიდი იქნები მე რომ აღარ ვიქნები დამასია ფიქრები როგორც თოვლის ფიფქები როგორც თოვლის ფიფქები Damasiya fikrebi როგორც თოვლის ფიფქები როგორც თოვლის Bravo, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მადლობა მამუკას, მადლობა ლაშას, მადლობა დიჯეს. მადლობა ბატონ ჯანსუხს რამოდენიმე სიმღერა არის შენს რეპერტუარში, ჩემო ლაშა, მამუკასი. მე ხა არ ვიქნები ძალიან სიტყვა უხვი. იმიტომ რომ ამ მუსიკას და ამ მელოდიას და ამ ლექსს არ ჭირდება ძალიან ბევრი ლაპარაკი, უბრალოდ მოსმენა უნდა და მე ვიცი ერთ არაჩვეულებრივ სიმღერას გვაჩუქებთ. საერთოდ ერთი რამ მინდა ვთქვა რომ მამუკაზე მაგრად მამუკას სიმღერებს ვერავინ ვერ მღერის და ვერც იმღერებს უბრალოდ მე როცა მღერი მამუკას სიმღერებს ეს არის ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ ჩამოთვა ისე ის ფერიმთები შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარ სათქმები თეთრი ფიფქის დარი ფიქრი მემატება შენთან საუბარი როგორ მენატრება წაუღია ნისლებს და ბინდული მთები ნეტავა შევხვდე ვისმეს შენზე შენზე ფიქრით თებშლის სვანდა ვეღარ თორები ამ ჩაკეტილ მთებში როგორ ვერატრები შენი სიმღერები თოლში და ფანტულა მუშტებს მიღერებენ ჩემო თვალხატულა წაუღია ნისლებს და ბინდული მთები
დიდი მადლობა ლაშას, დიდი მადლობა არაჩვეულებრივი შესრულებისთვის, რა თქმა უნდა, სიმღერისთვის და რა თქმა უნდა, წარმატებები მინდა გესურვო. ლაშა, დიდი მადლობა რომ მოგზავნდი, დიდი მადლობა რომ ერთად ვართ. დიდი მადლობა. ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ბატონი ჯანსუღის შემოქმედებაში მის პოეზიაში არის ლექსები, რომლებიც შეუძლებელი იყო არ ამღერებულიყო, აი ჩემის აზრით, რომ მას მუსიკა არ შერწყმოდა. ესე თავად მუსიკა იყო. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი გახლავთ შორით თავს გიხრიდა შორით გესალმები და ეს სიმღერა მე მინდა გითხრა რომ ესეც მიძღვნაა ვიცი მამო და მინდა ორი სიტყვით გითხრა რა, ორი სიტყვით რა. კარგი. ეს მიძღვნა არის დოლიძეზე მიძღვნა. ჩვენ გოგის მიუძღვნა. გოგი. ეს მიძღვნა რატო გაკეთეთ? არასდროს არ მithქვას. გამომივიდო და ტრიპაჩულად მაშინ. ხო. რომ მამუკამ მიუძღვნა გოგის სიმღერა. შორით თავს გიხრიდა, შორით გესალმები. მამა ჩემის ეს ლექსი სახში რომ მოვედი გასვენებიდან. ეკლესიაში იყო დასვენებული გოგი დოლიძე. იქიდან რო წამოვედი, დავჯექი და გადავშალე და რაზეც გადაიშალე იყო ეგ ლექსი. და მომცა დიდი სტიმული ამ ლექსში. საოცარი ამბავი. და მიმღერა ეს მელოდია მოვიდა. თავისი თითქოს ელოდებოდაო ის. ხო და აი მაგაშია საქმე რომ მაინც გვიეს ყველაფერი და არ მithქვამს. გოგიც ასევე დიდი დაიწერა ეს. დიდი კაცი იყო ჩვენ. გამოვედი, მაგრამ გოგი დოლიძეზე არ მithქვამს მე. იბატონო. პირველად ვიძახი ამას. შეიძლება გულში ქონოდა მთელი ცხოვრება არ გეთქვა, მაგრამ მე გამიხარდა რომ თქვი ეს, იმიტომ რომ მე რატო არ ვთქვი, ძალიან ბევრმა მიუძღვნა მაშინ. ხო, ვიცი, მახსოვს ეს ყველაფერი. ეს სიმღერაც კარგად მახსოვს და მისი შემსრულებლებიც კარგად ვიცი და ტრიოსიმი. ხო, ტრიოსიმი. ეს ბიჭები შეუძლებელი არ ყვარებოდა, შეუძლებელი რომ მე მათთან მეგობრობ, მაგრამ დღეს სამწუხაროდ სამი არ იქნებიან, რა თქმა უნდა. და შევეცდები მესამე ხმა ალაგ-ალაგ ვიმღერო, მაგრამ ამაში არ არის საქმე, იმიტომ რომ აი მონატრებული ხალხია. ჩემი გოგვერა, ჩემი ზურა, ზაზა ვერხვაძე, ზურა ჩკიტიშვილი. ეს უყველა ის ხალხია, რომელმაც ძალიან დიდი ეპოქა შექმნეს. ეს ხალხი აღარ მღერის, იმიტომ რომ აღარ არის რეზო მათთან ერთად. მაგრამ მე ვიცი რომ ყველაფერი გაგრძელდება, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანის სიმღერის შეჭერება, მუსიკის შეჭერება. ცოტა დიდხანს ვიცოცხლ. მინდა მოვიწვიო ასე, ტრიოსიმი. მოგზანდით მეგობრებო. მოგზანდით. როგორ გიგითხოთ? ჩვენ არ უნდა ვიყოთ ცუდ ხასიათზე დამიჯერეთ. გვიხარი აქ რო ვართ, რეზოც რო ყოფილიყო. იქნებოდა